მადლობა ყველას, ვინც მობრძანდით. საკუთარ თავს აღარ წარმოგიდგენთ თქვენს ნებართვით, ვინაიდან უკვე აღნიშნეს. დღეს სწორედ ამ საკითხზე ვილაპარაკებთ, პრობლემური ქცევის ფორმირება მოზარდობის ასაკში და კონცენტრირებული ვიქნებით მოზარდობის პერიოდზე და პრობლემური ქცევის ძირითადად იმგვარ გამოვლინებაზე, რომელიც ღია, ჩანს და ხშირ შემთხვევაში იმდენად მკაფიოდ, რომ სამართალდამცავი სისტემის მხრიდან ყურადღებასაც იქცევს ხოლმე. დასაწყისისათვის ცხადია ჩვენ პრობლემური ქცევის დეფინიციას შევეცდებით, განმარტავთ რა არის პრობლემური ქცევა სპეციფიკურად მოზარდობის ასაკში. შემდგომ უკვე შევეცდებით, რომ პრობლემური ქცევის საფუძვლად მდებარე ფაქტორები მიმოვიხილოთ, რომელიც ძალიან მრავალფეროვანია, ყველა ცხადია ვერ დავფარავთ, თუმცა აქცენტს გავაკეთებთ სხვადასხვა შრის ფაქტორებზე. ანუ ინდივიდის დონეზე რა ხდება, თან ინდივიდის დონეზე აქ აუცილებლად ასაკობრივ ჭრილს გავითვალისწინებთ და გარემოს დონეზე რა ხდება და გარემოში ყველაზე მნიშვნელოვან სოციალურ აგენტს, კერძოდ ოჯახს და მასთან დაკავშირებულ ფაქტორებს შევეხებით. ჩემი პრეზენტაცია პრინციპში დაფუძნებული იქნება არა მხოლოდ რაღაც ჩემს ექსპერტულ ინტერპრეტაციებზე, მეტწილად დარგში არსებულ ცოდნაზე, თეორიებზე, რომლებიც თავის მხრივ არის კვლევების განზოგადება. ოჯახზე განსაკუთრებული აქცენტის შემდგომ აუცილებლად ასევე მოკლედ შევეცდები, რომ პრობლემური ქცევის პრევენციის მექანიზმზეც ვილაპარაკოთ და შემდგომ უკვე პრევენციის პოლიტიკაზე, რომლის სამიზნეც პირველ რიგში არის ოჯახი. რა არის პრევენციული ღონისძიებები, რომლებიც მტკიცებულებების საფუძველზე აღმოჩნდა, რომ ყველაზე კარგად მუშაობს მოზარდთა პრობლემური ქცევის პრევენციის თვალსაზრისით. მოკლედ, ეგ იქნება ჩვენი ამოცანა. გავაკეთოთ პრობლემური ქცევის დეფინიცია, მიმოვიხილოთ საფუძვლად მდებარე ფაქტორები და მერე უკვე ეს ყველაფერი როგორ ითარგმნება პრაქტიკაში, ანუ პრევენციის მოდელებში, ამაზე გავამახვილოთ ყურადღება. თქვენ ალბათ ძალიან მრავალფეროვან თუ ამ საკითხით დაინტერესებული ბრძანდებით და მოგიძებინეთ ლიტერატურა, შეხვდებით მრავალნაირ ტერმინს მოზარდთა ქცევის აღსაწერად ამ კონტექსტში, პრობლემური ქცევა, სარისკო ქცევა, ანტისოციალური ქცევა, დელიკვენტური ქცევა და ასე შემდეგ. რთულად სამართავი ქცევა და ასე შემდეგ. მე შევჩერდი პრობლემურ ქცევაზე, იმიტომ რომ ეს გახლავთ ყველაზე უფრო მიღებული დღეს სამეცნიერო ლიტერატურაში და განზოგადებული მნიშვნელობის ცნება. ამ ტერმინის გარშემო იკვრება თეორიული მოდელი, რომელიც მე გამოვიყენე ჩემს სადისერტაციო ნაშრომში და ამიტომაც რამდენიმე ელემენტი მექნება ჩემივე კვლევიდან, ამონარიდები ინტერვიუდან, თავად მოზარდების პერსპექტივა როგორია ამ საკითხთან დაკავშირებით. ამ პრობლემური ქცევის დეფინიციის ხაზს თუ გავყვებით, მოკლედ, ასე უნდა განმარტოთ პრობლემური ქცევა. ფორმალურად მივუდგეთ საკითხს და განმარტოთ, რომ პრობლემური ქცევა ეს გახლავთ გულისხმობს სოციალური, ან დაუწერელი, არაფორმალური, ან და ლეგალური დაწერილი ფორმალური ნორმებისგან გადახრას. ბუნებრივია წესი განისაზღვრება დაწერილიც და დაუწერელი სოციალური კონტექსტის შესაბამისად, ამიტომაც ლოგიკურია თუ ვიტყვით, რომ ქცევის პრობლემურობა მთლიანად კონტექსტზეა დამოკიდებული. ის, რაც ერთ კონტექსტში, ერთ ოჯახში, ერთ საზოგადოებაში, ერთ სახელმწიფოში მიიჩნევა პრობლემურად, სხვა ოჯახში, სხვა სივრცეში, სხვა სახელმწიფოში შეიძლება არ მივიჩნიოთ ფორმალურად, იმიტომ რომ ჩვენ ვადგენთ დაწერილ ან დაუწერელ ნორმებს და შემდგომ განსაზღვრავთ ან ნორმიდან გადახრა რა შეიძლება იყოს და ეს ნორმა თავისთავად ცხადია კონტექსტზეა მორგებული. ამიტომ რაღაც უნივერსალური ჩამონათვალი იმისა, როგორ გამოიყურება პრობლემური ქცევა კულტურიდან კულტურას შეიძლება რომ არ ჰქონდეს და კონტექსტზე არის მნიშვნელოვნად დამოკიდებული. ამ დეფინიციაში კიდე რასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება გახლავთ ის, რომ პრობლემური ქცევის შედეგები პირველ რიგში აისახება თავად მოზარდის ჯანმრთელობასა და სოციალურ ადაპტაციაზე, ანუ მას უქმნის საფრთხეს, ამ თვალსაზრისით დისფუნქციურ ქცევასთან გვაქვს საქმე, შეხება და ასევე შეიძლება იყოს სხვისთვისაც დამაზიანებელი და ამ თვალსაზრისით ყოველთვის მოყვება საზოგადოებრივად განსაზღვრული რაიმე ტიპის უკავშირი.
იქნება ეს თქვა გაკიცხვა, იზოლირება, დასჯა არაფორმალური, ან უკიდურეს შემთხვევაში თუ ეს პრობლემური ქცევა იძენს იმ ფორმას, რომ ეს არის ლეგალური ნორმისგან გადახვა, უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება იყოს სამართლებრივი სანქციონირებაც, ხო? ნუ პრობლემური ქცევა საზოგადოება ყოველთვის გარკვეულ უკავშირს აძლევს ხოლმე, მაგრამ ამ უკავშირზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ სანამ საზოგადოება დააბრუნებს უკავშირს ამა თუ იმ ფორმით, ხო? მანამდე პრობლემური ქცევა საკუთრივ მოზარდი ჯანმრთელობის და სოციალური ადაპტაციისთვის არის ნეგატიური შედეგების მომტანი. ახლა როგორც მივხვდით, ცხადია, საკმაოდ ქცევა და ფართო სპექტრთან გვაქვს საქმე. პრაქტიკულად ყველაფერი, რაც ამ დაუწერილ თუ დაუწერილ ნორმებს ცდება, შეიძლება იყოს პრობლემური ქცევა. ამიტომ ამ ქცევათა მრავალფეროვნებას ცოტა უფრო მოწესრიგებული სახე რომ მივცეთ, შეგვიძლია რომ პრინციპში გავყვეთ აქაც თანამედროვე სამეცნიერო ლიტერატურას და სამ ძირითად კატეგორიაზე ვიმსჯელოთ, ხო? მოგეხსენებათ, რომ მეცნიერებას უყვარს კატეგორიზაცია, იმიტომ არა რომ ეს კატეგორიზაცია ყოველთვის სუფთა სახით მუშაობს პრაქტიკაში, არამედ იმიტომ რომ მოწესრიგებული იყოს მსჯელობა. ამ მოწესრიგებული მსჯელობის ფარგლებში ვამბობთ, რომ პრობლემური ქცევა შეიძლება იყოს გამოხატული ექსტერნალიზებული ფორმით, ანუ დაკვირვებად ქცევაში ვლინდებოდეს და გარემოზე იყოს მიმართული. პრობლემური ქცევა შეიძლება იყოს ინტერნალიზებული, ანუ საკუთარი თავისკენ იყოს მიმართული და ცალკე კატეგორიად გამოყოფთ ნივთიერებათა მოხმარებას. ბუნებრივ ეს სამივე კატეგორია არის აქტუალური და რელევანტური მოზარდობის ასაკისათვის. ამ ჩარჩოში ვრჩებით ჩვენ. ნუ დავაზუსტებ, რომ ფსიქოლოგიაში, თქვათ, იგივე სამართლისგან განსხვავებით, ჩვენ არ გვაქვს მოზარდობის ესეთი მკაფიო ასაკობრივი საზღვრები. სამართალში ჩვენ ვამბობთ მაგალითად, რომ სამართლებრივი პასუხისმგებლობის მინიმალური ასაკი იწყება 14 წლიდან და არასრულწლოვნობის ზედაზღვარი არის 18 წელი. რას ნიშნავს ეს, რომ 14 წლამდე ასაკში ლეგალური ნორმისგან გადახრაც არ განიხილება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის საპირწონე ქცევად, ანუ თვლით, რომ სამართლებრივად შერაცხადი არ არის მოზარდი. სამართლის ტერმინებზე ვლაპარაკობ, შერაცხადობა არის ფსიქიკური ჯანმრთელობის ნიშნითაც და ასაკის ნიშნითაც და ჩვენს კანონმდებლობაში ასაკის ნიშნით შეურაცხყოფა ნიშნავს იმას, რომ 14 წლამდე ასაკის ადამიანი ფსიქოსოციალურად კანონმდებლობა ასე უყურებს საკითხს, არ არის მზად სამართლებრივი პასუხისმგებლობის აღებისათვის. ეს არ ნიშნავს, რომ მის არალეგალურ ქცევაზე საზოგადოებამ თვალი უნდა დახუჭოს, მაგრამ ინტერვენციის სხვა ფორმებს უნდა მიმართოს და არა სამართალდამცავი ინტერვენციის ღონისძიებებს. და ნუ ზედაზღვარი გვაქვს 18 წელი და ამ 14-დან 18 წლამდე ასაკის ადამიანები, როდესაც ისინი არღვევენ ლეგალურ ნორმებს, მათთვის არსებობს 2016 წლიდან ჩვენს ქვეყანაში მოქმედებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი და ეს კოდექსი განსაზღვრავს, როგორი უნდა იყოს მიდგომები არასრულწლოვნებისათვის, როდესაც ისინი არღვევენ ლეგალურ ნორმებს და ნუ მინდა ძალიან მოკლედ გითხრათ, რომ ბუნებრივია ეს კოდექსი ბევრად უფრო განსხვავებულ მიდგომებს ითვალისწინებს ვიდრე ზრდასრულების შემთხვევაში. მაგრამ როგორც კი ადამიანი გადასცილდება ამ 18 წელს, ბუნებრივია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიდგომები მასე აღარ ვრცელდება, ის მიიჩნევა სრულწლოვნად. ეხლა ფსიქოლოგიაში ასეთი საზღვრები ჩვენ არ გვაქვს, იმიტომ რომ ფსიქოლოგიური სიმწიფე კონკრეტულ ქრონოლოგიურ დროსთან არ არის ბმაში. თუმცა აქაც თეორიული მიზნებისთვის ვამბობთ, რომ მოზარდობა ეს არის პერიოდი დაახლოებით 12 წლიდან დაახლოებით 18 წლამდე, 18 წლიდან 21 წლამდე გვაქვს ასევე გარდამავალი რაღაც ტრანზიციული პერიოდი, რომელსაც ადრეულ მოწიფულობას ვუწოდებთ, როდესაც შეიძლება ბევრი კომპონენტი ზრდასრულისთვის შესაფერის ფორმაში ფუნქციონირებდეს, მაგრამ სოციალური როლი, უფლებები და პასუხისმგებლობები ჯერ კიდევ ვერ აღწევს აბსოლუტურად ზრდასრულისთვის განსაზღვრულ მდგომარეობას. ამიტომაც ახლა საორიენტაციოდ ჩვენ 12-დან 18 წლამდე ასაკზე ვლაპარაკობთ ჩვენი ლექციის ფარგლებში და ამას აქში მოკლედ ეს პრობლემური ქცევა შეიძლება იძენდეს ამ სახეს, იყოს ექსტერნალიზებული, გარეთ მიმართული, ამაში იგულისხმება მათ შორის ქცევითი აშლილობა, რომელიც გახლავთ ქცევითი სირთულე დიაგნოსტიკური კრიტერიუმების მიხედვით განსაზღვრული, რომლის დიაგნოსტირებაც ხდება შესაბამისი პროფესიონალის მიერ და ეს დიაგნოზი მხოლოდ მოზარდობის პერიოდში შეიძლება დავსვათ. შემდგომ უკვე კონვერტირდება ის სხვა დიაგნოზად. შეიძლება ეს იყოს აგრესიის სახით გამოხატული, ოღონდ აგრესია, როდესაც ის გახლავთ არა უბრალოდ რეაქცია გარემოში არსებულ გამღიზიანებელ სტიმულზე, არამედ როდესაც აგრესია ხდება უკვე ინსტრუმენტი მიზნის მიღწევისათვის და მისი ინტენსივობა არის ძალიან მაღალი და სიხშირეც არის დიდი, ასეთ შემთხვევაში შეიძლება ვილაპარაკოთ, რომ ეს არის ექსტერნალიზებული ქცევითი სირთულე, ანუ ნებისმიერი აქტი აგრესიის არ არის პრობლემური ქცევა და ვერ მივაკუთვნებთ ამ კატეგორიას, ხადია, ხო?
და ამავე კატეგორიაში მოვიაზრებთ ჩვენ დელიკვენტობასაც. ახლა დელიკვენტობა ეს არის პრობლემური ქცევის სწორედ ის გამოვლინება და გამოხატულება, როდესაც ქცევა არღვევს არა მხოლოდ დაუწერელ არაფორმალურ ნორმებს, არამედ უკვე ლეგალურ ნორმებს. ასეთ შემთხვევაში პრობლემური ქცევის ამ ნაწილს უწოდებთ დელიკვენტობას. დელიკვენტობა სამართლებრივი ტერმინი არ გახლავთ, ძირითადად სამეცნიერო ლიტერატურაში გამოიყენება, მაგრამ მისი განსაზღვრელი კრიტერიუმი არის ლეგალური. ახლა რაზე მინდა აქცენტის გაკეთება, რომ ეს ექსტერნალიზებული ქცევითი სირთულეების გამოვლინებები აუცილებლად არ არის ურთიერთ გამომრიცხავი. მაგალითად, ქცევითი აშლილობის დიაგნოზის მქონე ინდივიდმა შეიძლება განახორციელოს ქცევა, რომელიც სამართლებრივ სანქციონირებაში მოექცევა და იმ კონკრეტულ ქცევას შეიძლება უწოდოთ დელიკვენტობა. მაგრამ ეს ორი ყოველთვის ერთ და იგივე რამეს არ ნიშნავს. ანუ ყველა მოზარდი, რომელმაცაც შეიძლება ჰქონდეს კანონთან კონფლიქტი, აუცილებლად ქცევითი აშლილობის მქონე არ არის და პირიქით მოზარდები ქცევითი აშლილობის დიაგნოზით ყოველთვის არ ახორციელებენ დელიკვენტურ ქცევას. აქ უბრალოდ ტიპებზე ვლაპარაკობთ, როგორ შეიძლება გამოვლინდეს. პრობლემური ქცევა ასევე შეიძლება იყოს ინტერნალიზებული, როდესაც მისი სამიზნე არის არა გარემოში არსებული ობიექტები, არამედ საკუთარი თავი და მასაც აქვს გამოხატულების გამოვლენის სხვადასხვა ფორმები. ეს შეიძლება იყოს არასუიციდური განზრახვის თვითდაზიანება, ეს შეიძლება იყოს დეპრესია და შფოთვა, რაც ყველაზე გავრცელებული ფორმებია, იმას ვასახელებთ და სუიციდის მცდელობა. ცალკე კატეგორიად უკანასკნელი 10 წლეულია დაახლოებით მიდის ამას დისკუსია, რომ გამოიყოს ნივთიერებათა მოხმარება, იმიტომ რომ ის არც ცალსახად, არც მხოლოდ ექსტერნალიზებულია, არც მხოლოდ ინტერნალიზებულია და ამის გათვალისწინებით, მოკლედ ცალკე კატეგორიად განვიხილავს ჩვენ პრობლემური ქცევის ამ ფორმას, ნივთიერებათა მოხმარებას და აქ მხოლოდ ერთ აქცენტს დავსვამ და შემდგომ თუ გვექნებათ შეკითხვები უფრო მეტად ჩავშალოთ ეს თემა, რომ მოზარდობის პერიოდში როგორც ლეგალური, ასევე არალეგალური ნივთიერებების ავადმოხმარება არის პრობლემური ქცევა, ხო? კანონმდებლობის თვალსაზრისითაც ის, რაც ვთქვათ, ზრასული ადამიანისათვის ფსიქოაქტიური ნივთიერების ფორმა, რომელიც დასრული ადამიანისათვის შეიძლება იყოს ლეგალური, არასრულწლოვნობის ასაკში ისედაც არალეგალურია სამართლებრივადაც და თუ ჩვენ ქცევითი სირთულის თვალსაზრისით შევხედავთ, ფსიქოლოგიური პერსპექტივიდან შევხედავთ, ხო, პრობლემური ქცევის კატეგორიას შეიძლება მივაკუთვნოთ. Ну, რა თქმა უნდა, ნივთიერებათა მოხმარების მიერ მიყენებული ზიანი ბავშვის მოზარდის ჯანმრთელობისა და სოციალური ადაპტაციისათვის მით უფრო იზრდება, რაც უფრო ადრეულ ასაკში იწყება მისი მოხმარება და რაღაც ესეთი გარდამტეხი ზღვარი განიხილება, რომ არის 14 წელი, 14 წლამდე ასაკში დაწყებული ნივთიერებათა მოხმარება განსაკუთრებულად უფრო მეტად დამაზიანებელია გრძელვადიანი შედეგების თვალსაზრისით, იმიტომ რომ მოზარდობის ასაკში ცენტრალური ნერვული სისტემა პლასტიურია, მასზე ზემოქმედების მოხდენა გაცილებით მარტივია და ადიქციის ფორმირების რისკებიც მოკლედ იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ადრეულ ასაკში იწყება ნივთიერებების მოხმარება. ნივთიერებების მოხმარების კუთხით ჩვენ პრევენციის პოლიტიკას დიდად არ შევეხებით, უფრო მეტად ორიენტირებული ვიქნებით დელიკვენტურ ქცევაზე და დელიკვენტური ქცევის პრევენციაზე, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ნივთიერებათა მოხმარების ჭრილში პრევენციის მიზნები გახლავთ არა აბსოლუტური გასუფთავება გარემოსი და ტოტალური კონტროლი ბავშვისა, რომ მას მოზარდისა, რომ მას არასდროს არ ჰქონდეს სტერილიზაცია არ არის მოკლედ გარემოსი გამოსავალი, როცა ჩვენ ნივთიერებების მოხმარებზე ვლაპარაკობთ, ამოცანა არის, რომ რაც შეიძლება გადავავადოთ ფსიქოაქტიურ ნივთიერებასთან კონტაქტის პირველი ასაკი. ანუ ის ასაკი, როდესაც ადამიანს მოუწევს ფსიქოაქტიურ ნივთიერებასთან კონტაქტი და ფსიქოაქტიურ ნივთიერებაში გულისხმობთ ჩვენ თამბაქოდან დაწყებული ყველაფერს, საინექციო ნარკოტიკის ჩათვლით, იყოს რაც შეიძლება გვიან. ანუ პრევენციის პოლიტიკა ასე არ უყურებს ამ საკითხს, რომ სტერილიზაცია გავაკეთოთ გარემოსი, იგივე მიწოდების შეზღუდვის თუ სხვა ღონისძიებების თვალსაზრისით, არამედ შევქმნათ საფუძველი და გავაძლიეროთ დამცავი ფაქტორები, რამდენადაც ხელგვეწიფება იმდენად კარგად, საიმისოთ, რომ ფსიქოაქტიურ ნივთიერებასთან პირველადი კონტაქტის დროს ინდივიდს ჰქონდეს თვითრეგულაციის და საკუთარი თავის დაცვის, რაც შეიძლება მეტი რესურსი, იმიტომ რომ არავის არ გვაქვს ილუზია, რომ გარემო იქნება ოდესმე ისეთი, ან საერთოდაც საკითხავია უნდა იყოს თუ არა ისეთი, რომ ადამიანს არ ჰქონდეს რისკთან კომუნიკაცია.
ეს რაც შეეხებოდა აი დეფინიციის ნაწილს, ბუნებრივია თუ რაიმე კითხვა გაქვს, მე მოვრჩები დიდი სიამოვნებით თუ შეგძლებთ გიპასუხებთ და აქვე მინდა გადავიდეთ ან იმაზე, ყოველთვის როცა ჩვენ მოზარდების პრობლემურ ქცევაზე ვსაუბრობთ, მარტო აღწერა არ გვაინტერესებს, გვაინტერესებს რატო, რა არის მიზეზები, რა უნდა გავაკეთოთ, როგორ უნდა მოვიქცეთ და ასე შემდეგ. ასეთ შესავალი გავაკეთოთ პრობლემური ქცევის მიზეზებთან დაკავშირებით, როცა კაუზალობაზე ვლაპარაკობთ და რისკ ფაქტორებზე, დამცავ ფაქტორებზე, მოზარდის პრობლემური ქცევა ეს გახლავთ განვითარების სხვადასხვა სფეროში. იქნება ეს კოგნიტური განვითარება, ინტელექტუალური განვითარება, ფიზიკური განვითარება, სოციალური განვითარება, პიროვნების განვითარების სფერო, ოჯახი, სკოლა, თემი და ფართო ჭრილში საზოგადოება, აი ამ შრეებში არსებული დამცავი და რისკ ფაქტორების რთული კომბინაციის შედეგი. ბუნებრივია ჩვენ ადამიანებს ყოველთვის გვაქვს ცდილობა და მეცნიერებისგანაც ყოველთვის ამას ვითხოვთ ხოლმე, რომ გქონდეს რაღაც კონკრეტული პასუხი იმაზე, რატომ ახორციელებს ადამიანი ქცევას. ბავშვთან მიმართებითაც გვაქვს ეს, დასულთან მიმართებითაც და ასე შემდეგ. მაგრამ ცხადია, რომ კითხვის ლოგიკა გასაგებია, მაგრამ პასუხი არ არის ხოლმე მარტივი და ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ აი ამის გამო, აი იმის გამო, რომ იმპულსურია. ან იმის გამო, რომ რაღაცა არასრულ ოჯახში სოციალიზირდა. ან იმის გამო, რომ საგანმანათლებლო სისტემის რესურსები არის ნაკლოვანი. სინამდვილეში, თუ ჩვენ გვინდა რაღაცა მტკიცებულებაზე დაფუძნებული თვალით შევხედოთ ამბავს, გახლავთ ის, რომ პასუხი არის ბევრად უფრო რთული. განვითარების ყველა სფეროში მარტო რისკ ფაქტორები არ არსებობს, არსებობს დამცავი ფაქტორებიც და შედეგი საბოლოო ჯამში ის არის, რამდენად გააწონასწორებს დამცავი ფაქტორი რისკ ფაქტორს და ეს ფაზლი, ასე რომ ვთქვათ, განვითარების სხვადასხვა სფეროში დამცავი და რისკ ფაქტორების ურთიერთზემოქმედების შედეგად აწყობილი ფაზლი ყველა ადამიანისათვის არის ინდივიდუალური. განზოგადების კუთხითაც საკმაოდ შეზღუდული ვართ. ამიტომ ჩვენ თუ მე პრევენციაზეც რო გადავალთ, იქაც აღვნიშნავთ ამას აუცილებლად, თუ გვინდა რომ პრევენციამ კარგად იმუშაოს, ნომერ პირველი ამოცანა არის ინდივიდუალური მიდგომა და ინდივიდუალური შეფასება. იმიტომ რომ ის რაც ერთი ბავშვისთვის შეიძლება იყოს რისკის და დამცავი ფაქტორის პრეზენტაცია, აბსოლუტურად არარელევანტური შეიძლება იყოს მეორე ბავშვისათვის. ეხლა ეს ერთი მხრივ შეიძლება ცოტა სკეპტიკურ დამოკიდებულებას საჩვენს მეცნიერების მიმართო თუ განზოგადების პოტენციალი არ აქვს მაშინ და ყველა ბავშვი ცალ-ცალკე მაშინ რაღაც თვალსაზრისით რატომ ვიკვლევთ, რატომ ვცდილობთ რომ რაღაც რესურსები ჩავდოთ ამ ყველაფერში, მაგრამ მეცნიერება ასე მუშაობს. უფრო მაღალი პრედიქტულობის ხარისხი რას აქვს და უფრო დაბალი პროგნოზის უნარიანობა რა ფაქტორებს გააჩნია და ამას გავყვეთ ახლა ჩვენც და ვნახოთ მაღალი პროგნოზის უნარიანობა რა ფაქტორებს აქვთ, უფრო მეტად, უფრო ხშირად, რა არის კავშირში მოზარდთა პრობლემურ ქცევასთან, რა ფაქტორებია კავშირში მოზარდთა პრობლემურ ქცევასთან. აქვე მინდა ასეთი ფენომენის შესახებ მოგახსენოთ, რომელიც არ არის ქართული ფენომენი და არც ახალია, ეს გახლავთ ასაკისა და დევიაციური ქცევის როგორც გავრცელების, ასევე სიხშირის მიმართება ასაკთან. ზოგადად აი ამ რუცს, რაც ცნობილია კრიმინალურ ფსიქოლოგიაში და კრიმინოლოგიაში, დევიაციის ასაკობრივი მრუდი ეწოდება და ამ ასაკზე ჰორიზონტალურ ღერძზე ადამიანის ასაკია მოცემული პირობითად 5 წლიდან ზემოთ. ვერტიკალურ ღერძზე, სწორედ ამ დევიაციური ქცევის როგორც გავრცელება, ასევე სიხშირე. და რასაც გვეუბნება ეს დევიაციის ასაკობრივი მრუდი გახლავთ, ის რომ დევიაციური ქცევის როგორც გავრცელება, ისე სიხშირე და გავრცელებასა და სიხშირეს შორის ის განსხვავება, რომ გავრცელება გულისხმობს, რამდენად ბევრი ადამიანია ჩართული კონკრეტულ ქცევაში, თქვათ კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფის ადამიანთა რა პროცენტი და სიხშირე ინციდენტიანობას, ანუ რამდენად ხშირად ხორციელდება ეს დევიაციური ქცევა და გავრცელებას და სიხშირეს პიკს აღწევს დაახლოებით 17 წლის ასაკში. 17 წლის ასაკს ჩვენ ვუწოდებთ გვიან მოზარდობას, შუა მოზარდობა არის დაახლოებით 15-16 ასაკი და 15 მინუსი ადრეული მოზარდობა. 17 ასაკში აღწევს დაახლოებით პიკს და მკვეთრად ეცება ადრეული მოწიფულობის დადგომასთან ერთად. ადრეული მოწიფულობა, როგორც ვთქვით, დაახლოებით 18-დან 21 წლამდე პერიოდია. და აი ეს რაღაც კანონზომიერება, მიმართება პრობლემური ქცევის სიხშირე გავრცელებასა და ასაკს შორის ეს სურათი
გახლავთ აი მცირედი ვარიაციებით უნივერსალურია ყველა დასავლური ტიპის საზოგადოებაში. ან ჩვენ თუ რაღაც ავიღებთ ახლა საქსტატის ვებგვერდზე შევალთ, თუმცა ეს კიდე ცალკე საკითხია, იქ მონაცემების კუთხით რამდენად დავინახავთ ამ სურათს, მაგრამ ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი და ამიტომ, მაგრამ თუ მოკლედ ჩავატარებთ კვლევას, ანალოგიურ კვლევას დროის დინამიკაში ჩვენს კულტურაზეც, მაღალი ალბათობა, რომ ასეთი სურათი გქონდეს და ეს სურათი, როგორც უკვე ვთქვით, არის უნივერსალური მოცემულობა. ახლა კითხვა ჩნდება ასეთი და ამ კითხვას უნდა გავყვეთ მე ჩვენ მსჯელობის პროცესში, რომ რა ხდება ამ ასაკში ისეთი აი ამ შუა მოზარდობიდან გვიან მოზარდობამდე პერიოდში, რომ ამდენად იზრდება პრობლემური ქცევის გავრცელება და სიხშირე. ნუ ლოგიკა გვკარნახობს, რომ ეს შეიძლება იყოს რაღაც ასაკობრივ განვითარებასთან დაკავშირებული, ხო? იმიტომ რომ მანამდე არ გვაქვს ასეთი სიხშირე, არც მე არ გვაქვს ასეთი სიხშირე, ამის გათვალისწინებით მსჯელობას ვიწყებთ ინდივიდუალურ დონეზე, ინდივიდის განვითარების დონეზე, რა არის ის ასაკობრივი თავისებურება, რომელიც ზრდის სარისკო ქცევებს მოზარდობის ასაკში. და ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად თქვენის ნებართვით მოვიხმობ გადაწყვეტილების მიღების ნეიროფსიქოლოგიურ მექანიზმს, ანუ თეორიას, რომელიც გვეუბნება მსჯელობს იმაზე, როგორ იღებენ მოზარდები გადაწყვეტილებას და რატომ არის ისე, რომ უფრო მეტად შეიძლება იღებდნენ სარისკო გადაწყვეტილებებს და ამ სარისკო გადაწყვეტილებების უკან შეიძლება თუ არა დავინახოთ რაიმე, რაც არის ნეიროფსიქოლოგიური, ან დაკავშირებულია ცენტრალური ნერვული სისტემის განვითარებასთან. ახლა რატო არის ეს ხაზი მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ უნივერსალურია, მოზარდთა უმრავლესობას ეხება, ესე იგი რაღაც ასაკობრივია, ხო? რა კითხვაც დავსვით პირველ ჯერზე. აქვე მინდა თქვენის ნებართვით კიდევ ერთხელ მივაქციოთ ყურადღება იმას, რომ ჩვენ რო ერთ ფაქტორზე ვლაპარაკობთ, მაგალითად ვლაპარაკობთ ნეიროგანვითარების თავისებურებებზე. ეს არ გამორიცხავს იმას და არ ხსნის ტოტალურად, რომ იქ სხვა ფაქტორებიც ერევა საქმეში. ხო ვთქვით, რომ ეს არის განვითარების სხვადასხვა სფეროში არსებული დამცავი და რისკ ფაქტორების რთული ურთიერთზემოქმედების შედეგი. უბრალოდ ახლა ჩვენი ფოკუსი მოდი იყოს ნეიროგანვითარების თავისებურებები და ის თუ როგორ იღებენ მოზარდები გადაწყვეტილებებს. ნუ ზოგადად ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება რაღაც რაციონალური ქცევის თეორიიდან თუ მიუდგებით საკითხს, ნიშნავს იმას, რომ ადამიანები ვიდრე მივიღებთ გადაწყვეტილებებს, მსჯელობთ ალტერნატივების არჩევის შემთხვევაში რა მექნება დანაკარგი, ანუ რა იქნება დანაკარგი თუ ამ გზას გავყვები და რა იქნება ჯილდო თუ ამ გზას გავყვები და იგივე მსჯელობას ავითარებენ მოზარდებიც. ვიდრე ქცევას განახორციელებენ, ფიქრობენ რა შეიძლება დაკარგონ, ანუ რა შეიძლება იყოს რისკი და რა შეიძლება იყოს ჯილდო. საინტერესო გახლავთ ის, რომ გავრცელებული მოსაზრების თანახმად მოზარდები ვერ აფასებენ სათანადოდ რისკს. ხო? მსმენია ასეთ რამ, რომ აი მოზარდებს რისკის სწორად შეფასება არ შევა, აკნინებენ რისკს და ვერ წარმოიდგენენ იმ სარისკო შედეგებს, რაც შეიძლება მოყვეს მათ ქცევას. კვლევები გვეუბნება ცოტა საწინააღმდეგო რამეს. ის რომ მოზარდები არიან უფრო მოწყვლადნი, უფრო ხშირად ახორციელებენ სარისკო ქცევას, უფრო მეტად იმის ბრალი კი არ არის, რომ რისკს, ანუ დანაკარგს ვერ აფასებენ სწორად. არამედ უფრო მეტად იმის ბრალია, რომ ჯილდოს გადააფასებენ ხოლმე ზედმეტად. ანუ დანაკარგის დაკნინების პრობლემა კი არ დგას, ჯილდოს გადაფასების პრობლემასთან გვაქვს საქმე. და ახლა რით შეიძლება ეს ავხსნათ? დანაკარგთან დაკავშირებულ მსჯელობაზე პასუხისმგებელი ნეიროფსიქოლოგიური პერსპექტივიდან თუ დავინახავთ, გახლავთ შუბლისწილები და შუბლისწილებთან დაკავშირებული კოგნიტური ფუნქციები. გაგება, მსჯელობა, ჰიპოთეტური აზროვნება, რომ აწმყო მომავალს დავუკავშირო, მსჯელობა შესაძლებლობების შესახებ, ხო, რა ვარიანტი შეიძლება განხორციელდეს ჩემი ამ მოქმედების კვალობაზე. შუბლისწილთან დაკავშირებულია ეს კოგნიტური მექანიზმი, როგორც გვიჩვენებს ასევე კვლევები, 15-16 წლის ასაკში დაახლოებით იგივე დონის არის, როგორც ზრდასრულისა. ანუ ლოგიკურ, ჰიპოთეტურ შესაძლებლობების შესახებ მსჯელობაში 15-16 წლის მოზარდის მსჯელობა არ სტატისტიკურად მნიშვნელოვნად ინდივიდუალურ დონეზე, რა თქმა უნდა, გვექნება განსხვავებები, მაგრამ სტატისტიკურად მნიშვნელოვნად არ განსხვავდება ზრდასრულის ანალოგიური მსჯელობის უნარისაგან.
და ნეირომეცნიერებაც მიუთითებს ამას, რომ შუბლის წილები მთელი თავის პარამეტრებით ძალიან როა ჩავშალოთ ეს საკითხი, საკმაოდ კარგად გამოიყურება მარტივად რომ ვთქვათ შუა მოზარდობის ბოლოსა და ადრეული მოზარდობის დასაწყისში. ანუ დანაკარგი შეფასების პრობლემა არ გვაქვს, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა საქმე ეხება განყენებულ ლოგიკურ ამოცანას. 7 იზოლირებულ სიტუაციაში მოზარდი თუ რას ლოგიკის ტესტს ავსებს, დაახლოებით 15-16 ასაკის მოზარდი. მისი პასუხების სისწორე დიდად არ განსხვავდება ზრდასრულის პასუხების სისწორისაგან, მაგრამ დანაკარგის შეფასების ეს კარგად განვითარებული უნარები ვერ ტრანსფორმირდება და ვერ გამოიყენება ანალოგიური წარმატებით, როცა რეალურ ცხოვრებისეულ პრობლემებზე ვლაპარაკობთ. ანუ როცა ამ კარგად განვითარებულ კოგნიტურ ფუნქციებს ვიღებთ და სოციალურ რეალობაში ჩავრთავთ, სოციალურ რეალობაში, სადაც არიან თანატოლები, სადაც მაღალია სოციალური სასურველობა, სადაც მაღალია ჯილდოს მოლოდინი, სადაც გარდა რაციონალური კომპონენტისა, ემოციური კომპონენტებიც მრავლად არის, ეს კარგად განვითარებული კოგნიტური ფუნქციები წარმატებით ვეღარ ფუნქციონირებენ. წარმატებით ვეღარ ფუნქციონირებენ, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ შუბლის წილების განვითარება პროგრესირებს ასაკის მატებასთან ერთად, მოზარდობის ასაკში ხდება ერთი ძალიან საინტერესო რამ ასევე ცენტრალური ნერვული სისტემის დონეზე, რომ ლიმბურ სისტემაში, ლიმბური სისტემაც ეს ტვინის ნაწილია, რომელიც პასუხისმგებელია პრაქტიკულად ჩვენ მიერ ემოციების აღქმაზე და შესაბამის რეაგირებაზე. ამ ლიმბურ სისტემაში იზრდება ეგრეთ წოდებული დოფამინერგული აქტივობა. დოფამინიც ნეიროტრანსმიტერია, რომელიც თავის მხრივ ემოციებთან ასოცირებული სტიმულების აღქმაზე და გაცნობიერებაზეა პასუხისმგებელი. და ეს გაზრდილი დოფამინერგული აქტივობა მარტივად რომ ვთქვათ, ნიშნავს იმას, რომ აი ამ შუა მოზარდობის და გვიანი მოზარდობის შუა მოზარდობის ბოლოსა და გვიანი მოზარდობის დასაწყისში ასაკობრივად რომ ვთქვათ დაახლოებით 15-17 წლის ასაკში პიკს აღწევს პრაქტიკულად ეს დოფამინერგული აქტივობა, რაც ნიშნავს იმას, რომ მოზარდი ემოციური სტიმულების მიმართ ხდება ძალიან მოწყვლადი, ანუ ძალიან მარტივია მისი ემოციურად აგზნება. ზღურბლი სტიმული რამდენად ინტენსიური უნდა იყოს იმისა, რომ ემოციურ აგზნებაში მოვიდეს მოზარდი, ძალიან დაბალი. ანუ სენსიტიურია ემოციური სტიმულაციის მიმართ, რასაც აქვს როგორც თქვით, თავისი ნეიროფსიქოლოგიური მექანიზმი და ამის გათვალისწინებით, როდესაც ეს კარგად განვითარებული კოგნიტური უნარები რეალურ ცხოვრებისეულ სიტუაციებში უნდა გადმოვიტანო გადაწყვეტილებების მისაღებად, რეალურ ცხოვრებისეულ სიტუაციებში, სადაც ძალიან ბევრია ემოციებთან დაკავშირებული კომპონენტი, ჩემი აზროვნება ვერ აკავებს და ვერ გამოიყენება სათანადოდ წარმატებით ემოციური იმპულსების შესაკავებლად. ამას უკვე ჩვენ კოგნიტური კონტროლის სისტემას უწოდებთ და კოგნიტური კონტროლის სისტემა არის მექანიზმი, როდესაც სააზროვნო პროცესებით შესაძლებელია ემოციური პროცესების მართვა. ანუ მარტივ ენაზე რო ვთქვათ, თვითრეგულაცია. აი ეს კოგნიტური კონტროლის სისტემა ყალიბდება, როგორც გვეუბნება ნეიროფსიქოლოგიური კვლევები, ბევრად უფრო გვიან ვიდრე ეს არის მოზარდობის ასაკი. სწორედ იმ ადრეულ მოწიფულობაში წეღარ რომ ლაპარაკობს, ანუ დაახლოებით 18-დან 21 წლამდე პერიოდში თუ უფრო გვიან არა. ანუ რა სურათი გვაქვს მოზარდობის ასაკში? ხშირად ვიყენებთ ხოლმე ასეთ შეფასებას, რომ მოზარდობის პერიოდი, მოზარდობა ეს არის კარგი ავტომობილი ცუდი მძღოლით. კარგი ავტომობილი ნიშნავს იმას, რომ არის კოგნიტური უნარები, გაგება, მსჯელობა, ჰიპოთეტური აზროვნება, მსჯელობა შესაძლებლობების შესახებ ბევრად განვითარებულია ვიდრე ბავშვობაში რა შედარება, მაგრამ საჭის მართველს არ შეუძლია ეს კარგი ავტომობილი სათანადოდ გამოიყენოს რეალურ ცხოვრებისეული ამოცანების შესრულების დროს. ამ ნეიროფსიქოლოგიურ მექანიზმს ცხადია, რომ ემატება სხვა ფაქტორებიც, სხვა სოციალური ფაქტორებიც და ერთ-ერთი სოციალური ფაქტორი გახლავთ ის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მე რა ღირებულებებითა და პრიორიტეტებით ხელმძღვანელობ. ყველა ჩვენგანი, როდესაც ვიღებთ გადაწყვეტილებებს, ვეყრდნობით რაღაც ღერძს, მექანიზმს, რა ღირებულებები მაქვს, ამის მიხედვით ვასწორებთ ორიენტირს, ხო?
აღმოჩნდა, რომ მოზარდობის ასაკში გადაწყვეტილების მიღების დროს ერთ-ერთი ცენტრალური ღირებულება არის სოციალური ფიდბექი. ანუ მე რომ მიღებ გადაწყვეტილებას, ამ გადაწყვეტილების კრიტერიუმი არის რას იფიქრებენ სხვები ჩემზე. ზრდასრულობის ასაკში იგივე გადაწყვეტილების მიღებისას კრიტერიუმი არის ინდივიდუალური ჯანმრთელობის და კარგატყოფნის კრიტერიუმი. ანუ თუ მაგალითად ავიღებთ ერთსა და იმავე სიტუაციას პირობითად ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარებას მეგობრებთან ერთად. სამეგობრო წრეში, ხო? ზრდასრულისათვის გადაწყვეტილების მიღების კრიტერიუმი, ხო? დანაკარგზე და ჯილდოზე მოზარდიც ფიქრობს და დიდიც ფიქრობს. რა შეიძლება იყოს ამის დანაკარგვა, ჩემ ჯანმრთელობას მივაყენო ზიანი, ან შემექნას ლეგალური საფრთხე. რა შეიძლება იყოს ამის ჯილდო, რომ სასიამოვნო გავატარებ დროს და მეგობრების კამპანიაშიც ვიქნები, ხო? აი მათ მსგავსად მოვიქცევი. როდესაც დასრულზე ვსაუბრობთ, გადაწყვეტილების მიღების კრიტერიუმი არის ინდივიდუალურად კეთილდღეობაზე ორიენტირებული. ანუ მე უპირატესობას ვანიჭებ საკუთარ ჯანმრთელობას და იგივე ლეგალურ პრობლემების თავიდან არიდებას. მოზარდის შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღების კრიტერიუმი არის სოციალური ფიდბექი. ანუ განამოზარდმა არ იცის, რომ შეიძლება ლეგალური პრობლემები შეიქმნას, ან ნივთიერების მოხმარებით საკუთარ ჯანმრთელობას შეუქმნას საფრთხე იცის, დანაკარგის შესახებ სჯელობა შესანიშნავად შეუძლია. მაგრამ რაც შეიძლება იყოს ჯილდო, მას აქცევს უფრო დიდ ყურადღებას და რა შეიძლება იყოს ეს ჯილდო, დროის სასიამოვნოდ გატარება და მეგობრები რას იფიქრებენ ჩემზე და როგორ გამოვჩნდები მათ თვალში და ეს სოციალური უკავშირის კრიტერიუმი, როგორც პრიორიტეტული ღირებულება მოზარდობის ასაკში ხშირად განსაზღვრავს სწორედ აღნიშნულ გადაწყვეტილებას. ამიტომ არაერთი კვლევა მიუთითებს ასეთ საინტერესო რამეზე, რომ ძირითადად, როცა ჩვენ ვლაპარაკობთ მოზარდთა დელიკვენტურ ქცევაზე, ის ხორციელდება თანატოლთა წრეში. ანუ მოზარდთა პრობლემური დელიკვენტური ქცევების დიდი სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ნაწილი ხორციელდება არა მარტო ცალკე ერთი მოზარდის მიერ, არამედ უფრო ხშირად თანატოლთა გარემოცვაში. სწორედ ამის უკან შეიძლება სწორედ ამ ჯილდოს მიმართ სენსიტიურობა და ის კრიტერიუმი იდგეს, რაზეც ვლაპარაკობდით, ხო? სოციალური უკავშირი რა იქნება ჩემი ქცევის. და კიდე ერთი პარამეტრი, რაზეც ვამახვილებთ ხოლმე ყურადღებას, ეს არის მომავლის პერცეფცია მოზარდობის ასაკში. ანუ როგორ ვუყურებთ მომავალს ასაკის მატევასთან ერთად. და როგორც რა შედეგები გვაქვს ამ კუთხით, ხო? რატო არის საერთოდ ეს მომავლის ხედვა მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ პრინციპში მე რომ ვიღებ გადაწყვეტილებას და ვაფასებ დანაკარგს და ჯილდოს, ვითვალისწინებ ჩემ მომავალს, ხო? რას მომიტანს ეს დღეს მიღებული გადაწყვეტილება, ხვალ როგორი შედეგის მომტანი იქნება, ამიტომ მომავლის პერსპექტივას აწყვოში ქცევის რეგულაციისთვის აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. და მომავლის პერცეფცია, ანუ აღქმა მოზარდობის ასაკში აღმოჩნდა, რომ არის საკმაოდ საინტერესო და ცოტა განსხვავებულიც. ანუ მოზარდებისათვის მომავალი არის უფრო გაწელილი დროში და ბუნდოვანი. აი პირობითად 5 წლის მერე რაც მოხდება, ზოგადად ეს 5 წელი 15 წლის ადამიანისათვის ძალიან შორეული მომავალია. ეს 5 წელი არის მისი ცხოვრების 1/13. პირველი 1/13, პირველი 5 წელი შეიძლება ექსპლიციტური მეხსიერება არც ქონდა ჯერ კიდევ განვითარებული. ხო, სულ რაღაც რაც ახსოვს ცნობიერად თავისი თავი, შეიძლება იყოს სულ 2-ჯერ 5 წელი. ანუ მოზარდისათვის, 15 წლის მოზარდისათვის 5 წელი არის ძალიან შორეული მომავალი. და რაც უფრო შორეულია მომავალი, მით უფრო ბუნდოვანი ხო არის და მით უფრო ნაკლებად ხვდებთ აწყვოში ფსონს მომავალზე, თუ ის ძალიან შორეულია, ხო? არ გვაკავებს ჩვენ მომავალი, რომელიც იქნება 90 წლის მერე, გვაკავებს მომავალი, რომელიც კაფიოა და აგერ არის ხელის გაწვდენაზე. და მოზარდობის ასაკში აი ეს პირობითად დროის ერთ და იგივე მონაკვეთი რო ავიღოთ 5 წელი, რაზეც ვსაუბრობთ, არის ძალიან შორეული. მაგრამ 45 წლის ადამიანისათვის რომელსაც უკვე ბევრი პრაქტიკა აქვს, ბევრჯერ 5 წელი გაიარა და იცის დაახლოებით ეს 5 წელი, აი დაახლოებით რამდენია და რა შეიძლება მოხდეს ამ 5 წელიწადში და რა შეიძლება შეიცვალოს ან არ შეიცვალოს რეალურად, ბევრად უფრო ხელშესახებია და მკაფიოა.
და ბევრად უფრო მოკლე პერსპექტივაა. და მოზარდობის ასაკში გაწელილია მომავლის პერცეფცია და ესეც არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც შეიძლება რისკზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებებს უწყობდეს ხელს, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დასრული შემთხვევაში ასე არის, რაც უფრო ბუნდოვანი, შორეული და წარმოუდგენელია მომავალი, მით უფრო ნაკლებად ვითვალისწინებთ აწმყოში ქცევის შეკავების თვალსაზრისით. ახლა აქ რო შევაჯამო საკითხი, თუ ჩვენ ვილაპარაკებთ იმაზე, რომ როგორც ჯობს რომ დავამყაროთ კომუნიკაცია მოზარდებთან, ერთი ესე იგი რა გაკვეთილი უნდა გამოვიტანოთ, რომ აზრი არა აქვს დიდად იმაზე დანაკარგზე აქცენტირებას, რომ აი შენ თუ ახლა ფსიქოაკტივ მარიხუანას გამოიყენებ, რას დაკარგავ, რომ ჯანმრთელობას დაიზიანებ, შეიძლება ციხეში მოხვდე, ციხეში საბედნიეროდ აღარ მოხვდე, გააჩნია ოდენობას და ადგილს, მაგრამ მოკლედ დაჯარიმდები, დანაკარგზე აქცენტირებას დიდად აზრი არ აქვს, იმიტომ რომ როგორც გითხარით, ცალკე აღებული კოგნიტურად, სააზროვნო თვალსაზრისით თვითონაც ჩვენივრად იცის დანაკარგი, თუ მაინც და მაინც გვინდა ინტერვენცია, ჯობია რომ დავეხმაროთ ჯილდოს სწორად და დოზირებულად შეფასებაში. ცხადია, რომ ახლა კითხვა ჩნდება, რომ ეს ნეიროგანვითარების მექანიზმი ყველა ბავშვთან ერთნაირია, დოფამინერგული აქტივობა ყველგან იზრდება, შუბლის წილების მიელინიზაცია და სხვა პროცესები ყველგან. მაშინ ზოგი რატო და ზოგი რატომ არა, ხო? ზოგ ბავშვთან რატო გაქვს დელიკვენტური ქცევის გამოვლენა და ზოგთან არა, თუ ეს ასაკობრივი კრიტერიუმია ყველას ემართება და მაშინ რატომ, ხო? აქ ფსიქოლოგია ტრადიციულად მიადგება ხოლმე გარემოს. გარემოზე ძალიან ბევრი შეიძლება ვისაუბროთ, მაგრამ ჩვენ როგორც ვთქვით, ორიენტირებულად მინდა რომ ოჯახზე გავაკეთოთ აქცენტი, როგორც მთავარ წყაროზე, მთავარ აგენტზე სოციალიზაციის. ოჯახთან დაკავშირებით ასეთი რამ ვთქვათ, ხომ, ძალიან ბევრი ფაქტორია თავად ოჯახის შიგნით, რაც შეიძლება ხელს უწყობდეს ან ხელს უშლიდეს პრობლემური ქცევის გამოვლენებას. ჩვენ ავირჩიეთ მსჯელობის დასაწყისში ასეთი რამ, რომ რა უფრო მუშაობს, უფრო მაღალი პროგნოზირების უნარიანობის კუთხით, ხო? ოჯახთან დაკავშირებითაც გამოვყავთ ეგრეთ წოდებულ ცოტა შორეულ ფაქტორებს და პირდაპირ უშუალო ფაქტორებს. შორეულ ფაქტორებში იგულისხმება, რომ ეს ფაქტორები ქმნის ცუდ კონტექსტს ან კარგ კონტექსტს აღზრდისათვის და აღზრდა და მშობლის ქცევა არის ის, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს ბავშვის ქცევაზე. აი ჩამოვთვლი ახლა და მე შეგვიძლია უფრო კარგად განვატაროთ ეს საკითხები. მოკლედ, ოჯახთან დაკავშირებული ყველაზე მნიშვნელოვანი რისკ ფაქტორები, რაც მოზარდთა პრობლემურ ქცევას ხელს უწყობს, რა თქმა უნდა, ეს არის სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი, ამას გვერდს ვერ აუვლით, ეს არის როგორც განათლების დონე ოჯახში, ასევე მატერიალური სიდუხჭირის ხარისხი. ამავე სოციალურ-ეკონომიკურ სტატუსში მოიაზრება სოციალური მხარდამჭერი ქსელის უქონლობა, როდესაც ოჯახი გარკვეულწილად იზოლირებულია და როგორც ადამიანური ინტელექტუალური ინფორმაციული რესურსის დეფიციტში უწევს ცხოვრება, ოჯახის დისკრიმინაცია სხვადასხვა ნიშნით და ამასთან დაკავშირებით მე მახსენდება ერთ-ერთი ჩემი რესპონდენტის ნათქვამი, რომ ჩვენ ის მოზარდი იყო ცხადია, მაგრამ დისკრიმინაციის ოჯახურ ისტორიაზე საუბრობდა, ისინი იყვნენ აფხაზეთიდან დევნილი იყო, ეს ბავშვი თავად ცხადია აფხაზეთში არ იყო ნამყოფი, თბილისში დაიბადა და გაიზარდა, მაგრამ ეს ოჯახის დისკრიმინირებულობა ამ ნიშნით იყო რაღაც ოჯახური ტრამვა, რომელიც როგორც მშობლების, ასევე მის ფსიქიკურ მშობლების გავლით მის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეც აისახებოდა და ეს დისკრიმინაცია შეიძლება ეფუძნებოდეს ნებისმიერ სხვა ნიშანს, რასობრივს, პოლიტიკურს, რელიგიურს და ასე შემდეგ და ბუნებრივია ესეც არა პირდაპირ, მაგრამ გაშუალებულად მშობლის ქცევისა გავლენას ახდენს ქცევაზე, გაშუალებით გავლენას ახდენს ბავშვის ქცევაზე და ოჯახის კრიმინალურ ქცევაში ჩართულობა, ამაზე ბევრს აღარ ვისაუბრებ, ცხადია, რატო შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი ფაქტორი. ეს ფაქტორები ყველაზე წონიანი ფაქტორებია, რომლებიც აისახება მშობლის ქცევაში, იმაში თუ როგორი აღზრდის მოდელებს, მიდგომებს იყენებს მშობელი და ეს არის რაც უშუალოდ ბავშვის ქცევაზე ახდენს გავლენას. ანუ დანარჩენი ფაქტორები არის კონტექსტის შემქმნელი, რომლებიც გავლენას ახდენს ჯერ მშობელზე და აქედან გამომდინარე ახდენს გავლენას ბავშვზე. მოგიხსენებათ, რომ ნებისმიერი ფსიქოლოგიური კონსულტირება თუ თერაპია ბავშვისა და მოზარდის შემთხვევაში გულისხმობს ყველაზე ბოლოს ბავშვთან და მოზარდთან მუშაობას. და
ყველაზე პირველად მშობლებთან მუშაობას, იმიტომ რომ აი ეს ტრაექტორია, რომ კონტექსტი ქმნის მშობლის ქცევას და მშობლის ქცევა ბავშვის ქცევას არის ის რაშიც შეგვიძლია პრინციპში მაღალი ხარისხით ვიყოთ დარწმუნებული. და ამ მშობლის ქცევაში, ანუ აღზრდის თავისებურებებში რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი დამცავი და რისკ ფაქტორები, ხო? პირველ რიგში მშობლის ქცევის მოდელები. როგორია მშობლის მიერ ქცევის რეპრეზენტირებული მოდელები ბავშვთან მიმართებით, ხო? სულ რო თავი დავანებოთ ყოველგვარ ვერბალურ კომუნიკაციას, რას ხედავს ბავშვი მშობლის ქცევაში. აღარ დავკონკრეტები და ძალიან შორს არ შევალ იმაში, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს დაკვირვებით დასწავლას და მოდელების არსებობას. ბევრად უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ვერბალურად გაშუალებულ ინტერაქციას მშობელსა და შვილს შორის. ამ მოდელებთან ერთად აუცილებელი ფაქტორი არის მხარდაჭერის არსებობა ან არარსებობა და ეს მხარდაჭერა ნიშნავს რამდენად არის საქმის კურსში მშობელი შვილის ინტერესების, წუხილების, პრობლემების, მიზნების, მოთხოვნილებების და ასე შემდეგ შესახებ და რამდენად გამოხატავს მიმღებლობას და მხარდაჭერას ბავშვის როგორც მისწრაფებების, ასევე გარკვეული წუხილებისა და პრობლემების მიმართ. და ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორი ოჯახის დონეზე ეს არის ეგრეთ წოდებული ქცევის აღქმული კონტროლი. რა არის ქცევის აღქმული კონტროლი? ეს გახლავთ ბავშვის მოლოდინი იმის თაობაზე, როგორი შეიძლება იყოს მშობლის რეაგირება, თუ ის დაარღვევს გარკვეულ ნორმას. როგორც დაწერილ ნორმას, ასევე დაუწერელ ნორმას. ანუ რა წინასწარი წარმოდგენები აქვს ბავშვს იმის თაობაზე, თუ როგორი რეაქცია მოყვება ოჯახში მის მიერ ნორმის დარღვევას. თუ ეს წარმოდგენილი რეაქციები აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს, რომ პირველ რიგში ბავშვი ამას აღიქვამს სამართლიანად და საპირწონედ. აი მე გაჩვენებ ინტერვიუებში, სადაც ბავშვები ლაპარაკობენ, რომ მოზარდებს პრეტენზია კი სანქციების მიმართ პრეტენზია არ აქვთ. ანუ მოზარდები არ ფიქრობენ, რომ წესები არ უნდა არსებობდეს, რომ მშობელი პოზიტიურ დისციპლინის მიდგომებს არ უნდა იყენებდეს, რომ მშობელი გარკვეულ სიმკაცრეს მათი ენით რო ვთქვათ, არ უნდა გამოხატავდეს. მოზარდებს აქვთ პრეტენზია, რამდენად სამართლიანია, თანასწორია, მიზანშეწონილია ესა თუ ის სანქცია. ამიტომაც თუ ქცევის აღქმულ კონტროლზე ვილაპარაკებთ, დამცავი ფაქტორი, რაც ბავშვებს აკავებთ ხოლმე ხშირ შემთხვევაში და რაციონალურ გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარებათ და აკავებთ პრობლემური ქცევისაგან, არის თუ ისინი მოსალოდნელ რეაგირებას, მშობლის მოსალოდნელ რეაგირებას მიიჩნევენ სამართლიანად. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი და მინდა რომ აი თვითონ მოზარდების ენით წარმოგიდგინოთ ეს საკითხი. მოკლედ როგორც გითხარით, ჩემი ნაშრომი ეხებოდა ამ თემას და ამიტომაც მე მრავალ მოზარდთან მქონდა კომუნიკაცია ამ კვლევის ფარგლებში და მათი ინტერვიუებიდან მიღებულ დასკვნებს გაგიზიარებთ და პირობი და ძალიან მარტივად რო დავყოთ, რას აფასებენ მშობლის ქცევაში მოზარდები ნეგატიურად და რას აფასებენ პოზიტიურად. ანუ ნეგატიურად შეფასებული აღზრდის მოდელში დომინირებს ამგვარი აღწერა. მშობლის ერთპიროვნული შეხედულება ქცევის სასურველობის შესახებ. ანუ როდესაც მშობლის ოჯახში არსებული ნორმები და წესები არის არა დისკუსიის პროდუქტი, რომ ერთად იმსჯელოს მშობელმა და შვილმა რა არის მისაღები და რა არ არის მისაღები და რატომ. არამედ როდესაც ეს ნორმა არის ერთპიროვნულად მშობლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და ამ პროცესში არათუ არ არის ბავშვი ჩართული, არამედ ახსნილიც კი არ არის ამ ნორმის მიზანშეწონილობა. ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ამასთან დაკავშირებით აქვს მოზარდებს. და ამას აფასებენ როგორც ნეგატიურ მოდელს. მეორე ეს არის კომუნიკაციის მეტწილად აგრესიული პატერნი. როდესაც მშობელი აიძულებს შვილს საზოგადოებრივი მოლოდინის შესაბამისად მოქცევას საკუთრივ მისი სურვილების გაუთვალისწინებლად და აი ძალიან მარტივად რო გითხრათ, ძალიან ბევრი მოზარდი აღნიშნავდა ასეთ რამეს, რომ როდესაც დედაჩემი ან მამაჩემი იყენებს რაღაც სადამსჯელო ღონისძიებებს, მაგალითად სახლში მკეტავს, ტელეფონს სამართმევს, მეჩხუბება, მეგობრებთან აღარ მიშვებს, მიყვირის და ასე შემდეგ, მე ვგრძნობ, რომ ეს მისი
აზრის თუ მისი ინდივიდუალური გადაწყვეტილების ნაყოფი კი არ არის, არამედ ის ცდილობს, რომ სოციალურად სასურველად მოიქცეს. ანუ ის იმიტომ სჯის, რომ ასეთი დაკვეთა აქვს მიღებული საზოგადოებისგან. იმიტომ იყენებს ჩემს მიმართ ამ რაღაც სანქციებს, რომ ფიქრობს, რომ ეს არის რაღაც კარგი დედის ან კარგი მამის ან კარგი მშობლის კრიტერიუმი, რაც მას თავად დაუწესეს. დედაჩემი და მამაჩემი რო იყვნენ თავისუფალნი საკუთარ გადაწყვეტილებაში, დარწმუნებული ვარ, რომ უკეთესი მსმენელები იქნებოდნენ. უფრო კარგად მოისმენდნენ, რატომ გავაკეთე ის, რაც გავაკეთე, ან რა შეიძლებოდა რომ გამაკეთებინა სხვაგვარად. და ეს მინდა გითხრათ, რომ ავტორიტეტის გადაფასების და კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კრიტერიუმი იყო, რაც ამ კვლევის საფუძველზე პრინციპში შეგვიძლია რომ დავასკვნათ. ამის საპირწონედ პოზიტიურად შეფასებული აღზრდის მოდელებში, რაზეც საუბრობდნენ მოზარდები, ეს იყო კონტროლის და დამოუკიდებლობის დაბალანსება. ძალიან ვრცლად რო არ გავაგრძელო ახლა ეს საკითხი, როგორც წეგან გითხარით, მოზარდებისათვის პროტესტის საგანის კი არ იყო, რომ მშობლები არ იყენებენ, საერთოდ არ არსებობს სახლში ნორმები და მშობლები არანაირ უკავშირს არ იძლევიან ამ ნორმის დარღვევის თაობაზე. არამედ პრეტენზიის საგანი გახლდათ ის და უკმაყოფილების საგანი გახლდათ ის, რას ეფუძნება ეს ნორმა, ვარ თუ არა ამ ნორმაში მე გათვალისწინებული და სანქცია, რასაც ნორმის დარღვევის საფუძველზე მშობელი მიწესებს, არის თუ არა ჩემიერ დაშავებული და გაფუჭებული შედეგის საპირწონე. და არის თუ არა ისინი ერთმანეთთან თავსებადი. მინდა გითხრათ, რომ იმდენად გაოცებული ვიყავი მე თავადაც, როცა დავიწყე თავიდან კვლევა იმის თაობაზე, თუ რამდენად უჭერდნენ მოზარდები მხარს ოჯახში ნორმების არსებობას და სანქციების არსებობას. იმდენად გაოცებული ვიყავი, რომ დამატებით ძალიან ბევრი ინტერვიუ ჩავატარო, დარწმუნებული ვიყავი, რომ სწორად გავიგე, რაზეც ლაპარაკობდნენ. ოღონდ აი ამ პირობის დაცვით, როგორც ვთქვით, რომ ეს ნორმები არის თუ არა შეთავსებული ჩემს დამოუკიდებლობასა და ავტონომიასთან. არის თუ არა ამ ნორმებში გათვალისწინებული ჩემი დამოუკიდებლობა და ავტონომია და არის თუ არა ერთად შექმნილი ნორმა. და ამ ყველა მახასიათებლის ილუსტრაციისთვის მინდა მათივე ამონარიდები წავიკითხო თქვენთან ერთად ამ ინტერვიუებიდან. და მივხვდებით უკეთ რასაც გულისხმობდი, როცა ერთ-ერთი მოზარდი ბიჭის ინტერვიუდან არის ამონარიდი, როცა შვილი რაღაცას დააშავებს და მის მიმართ ძალიან დიდ აგრესიას გამოხატავ, რა თქმა უნდა, ის მეორეჯერაც დააშავებს, მეორეჯერ როცა დააშავებს, ეცდება რომ შენ აღარ გაიგო, მოგატყუოს და დაგიმალოს. აი წეგან რომ საუბრობდით, რომ კომუნიკაციის მეტწილად აგრესიული პატერნი არის ის, რაც არ მოსწონთ ბავშვებს, რის მიმართაც ყველაზე დიდი პრობლემა აქვს. ამის ახსნა იყო ეს, რომ მე რო არ მაქვს მოლოდინი, რომ ოდესმე მაინც მოისმენს დედაჩემი ან მამაჩემი, მშობელი, რატომ გავაკეთე ის, რაც გავაკეთე. არც თავად არ მოისმენს და მით უმეტეს მე არ დამეხმარება გავარკვიო რა იყო ამაში დამაზიანებელი ჩემთვის ან სხვისთვის, მე რო იგივეს გავაკეთებ, ყველა ხერხს მიუმართავ საიმისოდ, რომ მან არ გაიგოს, რომ მის თვალში ეს იყოს რამდენადაც შეიძლება იმდენად დაფარული. და მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრ მექანიზმს თუ ხერხს და შესანიშნავი ბევრ ხერხს მიმართავენ და იგონებენ ხოლმე მოზარდები, როგორ შეიძლება მშობლის ყურს ეს მოცდეს, ასე რომ ვთქვათ. კიდევ ერთი ამონარიდი არის ამგვარი, რომ მოზარდებს სჭირდებათ, რომ დედა მეგობარივით დაუჯდეს და რაღაცები გაუზიაროს, ისე რომ დედა არ გაბრაზდეს, უბრალოდ აუხსნას, რა არის უფრო სწორი და რა არა. აი როცა საუბრობდით, რომ ნორმა კი არ არის და წესი პრობლემა, არამედ არის თუ არა ეს განხილვის პროდუქტი. და კიდევ ერთიც, ჩემს შვილთან ახლო ურთიერთობა მექნებოდა, ეს თავად ასეთ კითხვასაც უსვამდი მოზარდებს, რომ აი შენ რომ მშობელი იყო, როგორ მოიქცეოდი, რას შეცვლიდი, რას გაითვალისწინებდი ან რას არ გაითვალისწინებდი შენი მშობლების ქცევიდან. ჩემს შვილთან ახლო ურთიერთობა მექნებოდა, მაგრამ ბევრი რაღაცის უფლებას არ მივცემდი და ხშირად ჩავუტარებდი ლექციებს. იმიტომ რომ ჩემს თავზე ვნახე, რაც შეიძლება არამკაცრობამ გამოიწვიოს და ჩემს მეგობრებზე. ანუ აქვე მინდა გითხრათ, რომ ჩემი კვლევის რესპონდენტები ძირითადად იყვნენ ბავშვები, რომელთაც ჰქონდათ
ფორმალური ნორმებისგან გადახრილი ქცევის განხორციელების გამოცდილება. ანუ ისინი იყვნენ კანონთან კონფლიქტში, ან იყვნენ განრიდების პროგრამის ბენეფიციარები, ან პრობაციონერები, ან ბავშვები, რომელთაც არ ჰქონდათ დელინკვენტური ქცევა განხორციელებული, მაგრამ სარისკო ქცევის გარკვეულ კრიტერიუმს აკმაყოფილებდნენ, რის გამოც სახელმწიფო ზრუნვის ამა თუ იმ სისტემაში იყვნენ მოხვედრილნი. ანუ ამის გათვალისწინებით კიდევ უფრო საინტერესოა ის, რომ ბავშვებს, რომელთაც აქვთ რეალურად გამოცდილება პრობლემური ქცევის განხორციელების, მათი პერსპექტივები როგორია მშობლებთან და აღზრდის მოდელებთან დაკავშირებით. ბოლო ნაწილზე გადავალ და ძალიან მოკლედ შევაჯამებ ამ საკითხს, რაზეც ვისაუბრეთ. პირველ რიგში მოდი ვთქვათ ის, რომ როცა ჩვენ გვინდა რომ რაღაც ავაშენოთ ისეთი სახელმწიფო ან გავაკეთოთ ისეთი სკოლა ან შევქმნათ ისეთი ოჯახების, რომელიც ამ მოზარდთა პრობლემური ქცევის პრევენციის საშუალებას მოგცემს, რამდენიმე კრიტერიუმია გასათვალისწინებელი. მოდი დავიწყოთ ადრეული ინტერვენციით, ხო, რაც უფრო ადრე ვიწყებთ ჩარევას, მით უფრო კეთილსაიმედოა შედეგი. ზოგიერთ შემთხვევაში ეს ერთ სარისკო ქცევაზე მიბმული შედეგი, ამ შედეგით გამოწვეული მეორე სარისკო ქცევა, ისეთ აკუმულირებულ ზვირთად გარდაიქმნება ხოლმე თოვლის გუნდის პრინციპით, რომ რაღაც ეტაპზე, როცა ჩვენთვის ხილული გახდება ეს ბავშვი, პრაქტიკულად ინტერვენციების ან ჩარევის და რაღაცის გამოსწორების შანსები არის ნაკლებად ეფექტური. და სამწუხაროდ დღეს ასე ფუნქციონირებს ჩვენი სისტემა და ამას ვამბობ როგორც ჩემი პირადი პრაქტიკული გამოცდილების, ასევე მრავალი კვლევის საფუძველზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ჩატარებულა. ჩვენ ბავშვებს პირველად ხედავს პოლიცია. პირველად ჩვენ როცა დავინახავთ, რომ ბავშვს აქვს პრობლემურ ქცევასთან დაკავშირებული რისკები, პირველი სისტემა, როცა სახელმწიფო დაინახავს ბავშვს, ეს არის სამართალდამცავი სისტემა. და პრობლემური ქცევის ევოლუცია და დინამიკა პირდაპირ კანონის დარღვევით არ იწყება. პირიქით. კანონთან კონფლიქტში როცა მოდის ბავშვი, აქ უკვე თოვლის გუნდა საკმაოდ დიდ ზვირთად არის გარდაქმნილი. ამიტომ ჩვენ ადრეული ინტერვენციის შანსს ვკარგავთ და ჩვენი მიდგომები მერე ნაკლები ხარისხით არის ხოლმე ეფექტური. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც უნდა გავითვალისწინოთ ხოლმე, გახლავთ, როცა რამე პროგრამას ვაკეთებთ, მარტო რისკ ფაქტორზე კი არ არის ყურადღების გამახვილება მნიშვნელოვანი, არამედ დამცავ ფაქტორზე. გახსოვთ ნივთიერებათა მოხმარებასთან დაკავშირებით რა ვთქვით. ჩვენ გარემო კი არ უნდა გავხადოთ სტერილური მხოლოდ და რაღაც რისკების გაკონტროლებაზე და სამართალდამცავი სისტემის აქტიურ მონიტორინგზე კი არ უნდა ვიყოთ, მარტო დამოკიდებული რომ გადაიკეტოს საზღვრები და რაღაც ნივთიერებები არ საიდან არ შემოვიდეს ან პოლიცია 24/7-ზე აკონტროლებდეს ნებისმიერ მოქალაქეს. პირიქით, პრევენცია მუშაობს მაშინ, როცა რისკზე მეტ დროს და ფულს ხარჯავ და დებ დამცავი ფაქტორების გაძლიერებაში. და რა არის ეს დამცავი ფაქტორები, ხო? პირველ რიგში ცნობიერების ამაღლება, ბავშვების შემთხვევაში ყველაზე ძლიერი დამცავი ფაქტორია თვითეფექტურობის რწმენების განვითარება და მომავალთან დაკავშირებული გარკვეული მიზნების არსებობა. ეს მიზნები არ არის აუცილებელი, რომ მართლა განსაზღვრავდეს მათი ცხოვრების ტრაექტორიას, მაგრამ მიზანი, რომლის შესრულებაშიც ის არის დარწმუნებული და რამ უნდა შექმნას ეს? ეს უნდა შექმნას ჯანსაღმა სასკოლო სივრცემ და ჯანსაღმა ოჯახმა, ცხადია, ხო? ამიტომ დამცავ ფაქტორებზე ორიენტირებული პრევენცია უფრო კარგად მუშაობს, ვიდრე რისკ ფაქტორებზე ორიენტირებული პრევენცია. და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ პრევენციის პროგრამები არ უნდა გადმოვთარგმნოთ, უნდა ვნახოთ ჩვენ კულტურაში მუშაობს თუ არა, იმიტომ რომ გახსოვთ თავიდან რაც დავიწყეთ ლაპარაკი, რომ პრობლემური ქცევა დამოკიდებულია კონტექსტზე. ამ კონტექსტში ეს არის პრობლემური, სხვა კონტექსტში სხვა. რისკ ფაქტორებიც და დამცავი ფაქტორებიც ამ კონტექსტიდან წარმოიქმნება. ამიტომ ჩვენ თუ შევეცდებით, რომ უბრალოდ ის პრევენციის პროგრამა, რომელმაც პირობითად ჩეხეთში კარგად იმუშავა, გადმოვიტანოთ საქართველოშიც, პირდაპირ არ გადმოვა და ვერ გადმოვა, იმიტომ რომ აქ სხვა რისკ ფაქტორები და დამცავი ფაქტორებია. და ამიტომაც აქვს კვლევას, კულტურულ კვლევას უნდა ეფუძნებოდეს ეს კულტურაში ჩატარებულ კვლევას. და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ თუ ჩვენ დროსა და თანხებში შეზღუდული ვართ და გვინდა პრევენციაზე ვიყოთ ორიენტირებული, აქცენტი უნდა დავიწყოთ ოჯახით. იმიტომ რომ მას აქვს ყველაზე დიდი წონა ინდივიდის ქცევის და მათ შორის პრობლემური ქცევის ფორმირებაში. და ბოლოს სწორედ ეს მინდა გაგიზიაროთ, რა უნდა გავაკეთოთ ოჯახებში იმისათვის, რომ პრევენციის პოლიტიკა მუშაობდეს. პირველი რაც მუშაობს იმ პროგრამებს ჩამოგითვლით ძალიან მოკლედ, პირველი ეს არის სამედიცინო ზრუნვაზე ორიენტირებული მიდგომა. ამით იწყება. ან
ბავშვთან სანამ მივალ, მანამდე უნდა დავალაგო ყველაფერი. ეს არის ოჯახზე ორიენტირებული პრევენციის პოლიტიკა და ეს იწყება სწორედ სამედიცინო ზრუნვაზე ორიენტირებული მიდგომით, როგორც მშობლების, ასევე ბავშვებისათვის. მეორე ეტაპი ეს არის უკვე ფსიქოსოციალური სტრესის შემცირებაზე და პოზიტიური აღზრდის სტრატეგიებზე მიმართული მიდგომები და აქ მინდა ყურადღება გაამახვილოთ იმაზე, რომ მოზარდის პრობლემური ქცევის პრევენციის სტრატეგია სტრესის შემცირება ოჯახში, კერძოდ ოჯახში ძალადობის მენეჯმენტი, როგორც იურიდიული მხარე ამისა, შესაბამის საკანონმდებლო ბაზით, შესაბამის სამართალდამცავი მიდგომებით, ასევე ოჯახის დასაქმების ხელშეწყობა. ეს იქნება პროფესიული განამზადება, დასაქმების შესაბამისი ბაზრის არსებობა, ან ხარდაჭერა, ან ასე შემდეგ. ეს ნაწილი, რაზეც სტრესის შემცირებას უწოდებთ ოჯახში, არის მოზარდის ქცევის პრევენციის ერთ-ერთი ფუნდამენტური ფაქტორი. შემდეგ უკვე ნელ-ნელა მივდივართ, ნახეთ, ძალიან შორიდან მივწყებთ, ხო, მოდი სამედიცინო სისტემა გამოვასწოროთ, მოდი მერე ოჯახში ძალადობას და დასაქმებას მივხედოთ, მერე მივიდეთ მშობელთან და ამ მშობლის შემთხვევაში ლაპარაკია პოზიტიური აღზრდის ტრენინგებისში მათი ჩართულობა და ასეთი ქცევების მოდელირება, რომ მშობლობასთან დაკავშირებული ცნობიერების და უნარების განვითარებაში დავეხმაროთ და მერე მივდივართ ბავშვთან და განათლების სისტემასთან. ნელ-ნელა უახლოვდებით, მივდივართ ბავშვთან და უკვე საკუთრივ ბავშვთან ვიწყებთ მუშაობას სასკოლო სივრცეში შესაბამისი სასკოლო მზაობის უზრუნველყოფით, ოჯახის სასკოლო რესურსების მობილიზაციით, ცხადია და საკუთრივ ბავშვის დამცავი ფაქტორების გაძლიერებით. ხო, ეს არის კრიტიკული აზროვნება, გაცნობიერება, ემპათია, სხვათა მიმართ მხარდაჭერის გამოვლენა, ასერტული ქცევების ფორმირება, აი ამ ყველაფრის ტრენინგი, რაც შეიძლება სკოლამ გააკეთოს და ეს არის ყველაზე ბოლო პუნქტი. ამის ფონზე თქვენის ძალიან პრეტენზიულად იმედი არ ჟღერს ჩემი ნათქვა, მაგრამ რამდენადაც ვიცნობ ამ სფეროს, ჩვენ ვიწყებთ ხოლმე აქედან. სკოლაში ვატარებთ ტრენინგს ასერტულ უნარებზე, ბავშვებთან, ცუდი ეს არ არის, ცხადია, მაგრამ ამის უკან არ დგას გაძლიერებული სკოლა, ამის უკან არ დგას გაძლიერებული ოჯახი, არც მშობლობის უნარებში და არც იმ სტრესის შემცირებაში, ოჯახში ძალადობის და დასაქმების და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების კუთხით და იმის უკან შეიძლება საერთოდ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რისკებთან გქონდეს საქმე. ამაზე საუბარი, იმიტომ მინდოდა ბოლოსკენ, რომ ბუნებრივია მოზარდის პრობლემურ ქცევაზე როცა ვლაპარაკობთ, ფიქრობთ, რომ აი რაღაც ფსიქოლოგთან მივალთ და რჩევას მოგცემს, ან საერთოდაც ბავშვს მივიყვანთ და ბავშვს დაელაპარაკება ფსიქოლოგი და ამით მოვაგვარებთ მოზარდის პრობლემური ქცევის საკითხს. მე თავად ფსიქოლოგი ვარ და ამის წინააღმდეგ როგორ ვიქნები? ცხადია, ვერა, მაგრამ ეს ასე არ მუშაობს. ეს არის უკანასკნელი ღონისძიება, რომელიც ინდივიდუალურ დონეზე ინტერვენციისათვის ძალიან კარგია. მაგრამ იქამდე სისტემის მუშაობაზე დამოკიდებული გვექნება თუ არა ჩვენ გამოწვევა მოზარდების პრობლემური ქცევის კონკრეტულად იმ სეგმენტში, რასაც კანონსაწინააღმდეგო ქცევა ქვია და კანონთან კონფლიქტში ყოფი მოზარდები. ანუ ფაქტობრივად ძლიერ სახელმწიფოსთან მიდივართ. ცხადია და ძლიერ სახელმწიფოსთან, რომელსაც არ ეშინია გრძელვადიანი პოლიტიკის და რომელიც არ არის ორიენტირებული მოკლევადიან ინტერვენციებზე, იმიტომ რომ მოკლევადიანი ინტერვენციები, როცა სოციალიზაციაზე და ადამიანის განვითარებაზე ვლაპარაკობთ, ვერ იქნება შედეგის მომტანის. მყისიერად რაღაც სტატისტიკას გაგვისწორებს, რაღაცების სტატისტიკას. ეს ბოლოდა. უკან არ შეუძლია სამუშაო. ცხადია. აბსოლუტურად მესმის, რასაც გულისხმობთ და ეს კიდევ ერთხელ იმას არ ნიშნავს, რომ ეს ტრენინგები ასერტულობის შესახებ, სკოლის მუშაობა რაღაც ცნობიერების ამაღლებაზე, ან მშობელთა პოზიტიური აღზრდის ტრენინგში მონაწილეობა, მოსმენა, ან ნებისმიერი ფსიქოგანათლების რესურსი არის ცუდი, უბრალოდ უნდა გვესმოდეს, რომ მისი ეფექტი არის ლიმიტირებული. თუმცა მას არის ამ მშობლებისთვის სხვა რამე გააჩნია რა საიდან მივუდგებით საკითხს, ხო? თუ ჩვენ მხოლოდ ამ სუბიექტებთან მუშაობას გულისხმობთ, შეიძლება იქ ვიყოთ შეზღუდული.
მაგრამ სისტემურად თუ დავინახავთ საკითხს, ეს ინდივიდებთან მუშაობამდე ბევრი სხვა სამუშაოს გაწევას გულისხმობს. ინდივიდებში ახლა მასწავლებელსაც გულისხმობს და მშობელსაც და ბავშვსაც ცხადია. მადლობა ძალიან დიდი, იმედია ძალიან არ გადავაშორე დროს და მე როგორც ვიცი გვაქვს დროს საიმისოთ, რომ კონდეს დისკუსია. ამდენად შევძლებ უპასუხო თქვენს შეკითხვებს. რა თქმა უნდა. თქვენ ხართ ფსიქოლოგი და კვლევა გაქვთ ამ მიმართულებით შეტანებული. დიახ. შეიძლება გავიცნოთ ამ პედაგოგი ვარ და საკონსულტო. ეს აქ მოცემული ინფორმაცია ყველაფერი არ არის ამ კვლევაში, იმიტომ რომ ზოგი თეორიიდან და სხვა კვლევიდან მოვიტანე, მაგრამ ჩემს კვლევას შეგიძლიათ გაეცნოთ TSE-ს ვებგვერდზე DFS-ის დისერტაცია, უბრალოდ რომ დაგუგლოთ მოზარდთა პრობლემური ქცევის რისკ ფაქტორები და ჩემი გვარი მიაწეროთ, ბანძელაძე გახლავართ, აუცილებლად ამოგიგდებთ. ძალიან მიხარი რომ ამბობთ მუშაობთ, იმიტომ რომ ფიქრობ რომ რაღაც ნაკლებად ეფექტური და რაღაცა არ ხარჯავნა თამაც ჩვენ ქვეყანაში შემოვარდნოთ არის ხოლმე საკმაოდ პრობლემური ის არის მეტად სკოლაში თანახოს მიცარი და დამასაკში ბავშვები. და ავიცი თანამშრომლები ისევ თქვენთან კონსულტირებთ რაღაცნაირ ჩემ პედაგოგიური ძალიან მადლობა რომ მობრძანდით და ინტერესი გამოხატეთ. სკოლაში როგორც მე ვიცი, აი რეფერირების ცენტრი, არასრულწლოვანი რეფერირების ცენტრი კი ბატონო, გეგმავენ ისინი ასეთი მოდულის მომზადებას, რომელიც იქნება მასწავლებელთა სავალდებულო გადამზადების ნაწილი. სადაც ამ თემაზეც იქნება საუბარი და იმედი მაქვს, რომ ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი. მადლობა. ანუ მაინც გარემოში შექმნა არის, რომ ეს ძღოლი კარმანქანას საჭესტაროზის რაღაცა სწორი გზით იაროს. ცხადია, იმიტომ რომ ჩვენ ვერ გავაკეთებთ იმის პრევენციას, რომ რაღაც დოფამინერგული აქტივობა ლიმბურ სისტემაში არ გაიზარდოს, ეს ბუნებრივია, რომ ასე იქნება. მაგრამ დამცავ ფაქტორებს რამდენად გავაძლიერებთ და როგორც გითხარით, ეს დამცავ ფაქტორები პირველ რიგში მოზარდების შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი არის თვითეფექტურობის განცდა და მომავალთან დაკავშირებული მიზნები, რომლის მიღწევისაც სჯერა. ამის შექმნა არის ოჯახზე და სკოლაზე დამოკიდებული. შეიძლება 60-ზე, კარგ 60-ზე ვქნა, თან რაღაც ის შეიძლება რომ 60 როაც მას უნდა და მოსწონს ისაც შეიძლება თვითეფექტურობა გულისხმობს დარწმუნებულობაში იმაში, რომ მე დამოუკიდებლად შემიძლია ვიაზროვნო და მივიღო გადაწყვეტილებები და განმახორციელო ქცევა, რომელიც დასახულ მიზნამდე მიმიყვანს. და პედაგოგის პერსპექტივიდან თუ შევხედავთ ამ საკითხს, თვითეფექტურობას აძლიერებს ერთი, როდესაც ჩვენი უკავშირი ორიენტირებულია ბავშვის მუშაობის პროცესზე და არა შედეგზე, ანუ პროცესია წახალისებული, რასაც აკეთებს, რა ძალისხმევას აცდებს და როგორ უდგება საქმეს და არა ის თუ რა დაწერა, რა დახატა და ასე შემდეგ, როდესაც მიზნები, რომელსაც ბავშვს ვუსახავთ, მის შესაძლებლობებთან შესაბამისობაშია, შეიძლება იყოს გამოწვევა და მცირედით უფრო წინ წასული, ვიდრე ის ამჟამად აკეთებს, მაგრამ მაინც რელევანტურია მის შესაძლებლობებთან და ამ თვითეფექტურობის რწმენების გაძლიერებაში იგულისხმება მხარდაჭერა, რომ აღმოაჩინოს საკუთარი თავი. არა რეკომენდაციები, რა უნდა გააკეთოს, რა უფრო მაგარია, რა უფრო ფასობს ახლა ჩვენ საზოგადოებაში, რა უფრო პოპულარულს გახდის. აქ ლაპარაკია, არ ვიცი, ნებისმიერ აქტივობაზე, რაც შეიძლება იყოს მოზარდის მიზანი, რომ არ მინდა რომ ხატო, ან საერთოდაც არ მინდა სკოლა და მინდა რომ რაღაცა აკადემიურ განათლებას არ მინდა რომ გავყვე და მინდა რომ დავამთავრებ სკოლას კერვა ვისწავლო პირობითად, ხო? არ ნებისმიერი რამ, არ შეიძლება მაგალითები ახლა არ მოვიყვანოთ თლაც წარმატებული. აღმოჩენა, დახმარება იმაში, რომ თავად აღმოაჩინოს საკუთარი ინტერესისა და რეალიზაციის სარბიელი. და რამდენადაც შეიძლება იმდენად არაშემთავაზებლები ვიყოთ ამ პროცესში. ამ მხრივ ეს მარტო პედაგოგზე შეიძლება მიდგომა იყოს დამოკიდებული მხოლოდ, მაგრამ რეალურად სკოლამ უნდა შეუქმნას სივრცეები, სადაც ის დატესტავს საკუთარ თავს
კალათბურთში დატესტავს, სურვაში დატესტავს, ხატვაში, მუსიკაში და ასე შემდეგ. ამის ხელმისაწვდომობა სკოლამ უნდა შექმნას და უნდა გამოსცადოს მან რაში გრძნობს თავს მეტად წარმატებულად, ან რა შეიძლება იყოს მისთვის ის მიზანი, რომელიც მე როგორც ვთქვით, დამცავ ფაქტორად გადაიქცევა. მათ შორის, თუმცა პედაგოგის მიდგომაც მნიშვნელოვანია, პირველი ორი რაც ვთქვით, ეს მიდგომაა. და მეოთხეც ძალიან მნიშვნელოვანია დავამატოთ, რომ კონკურენციაზე მეტად საკლასო კლიმატი კოლაბორაციაზე და კოოპერაციაზე უნდა იყოს ორიენტირებული. ანუ ეს უნდა იყოს გუნდურ მუშაობაზე ორიენტირებული დავალებები, მიდგომები თუ ნებისმიერ სწავლების მეთოდოლოგია და არა კონკურენციაზე. არ მუშაობს ნამდვილად პარალელების გავლება და ეს დიდი ხანია უკვე თქვა ფსიქოლოგიამ. და ეს მნიშვნელოვანია რომ გავითვალისწინოთ. პირველ რიგში მადლობა, დიდი საინტერესო ლექცია იყო და უცებ პატარა კითხვა მაქვს, აი მოზარდებს ხშირად აქვს პრეტენზია მშობლების მიმართ იმ თაობაზე, რომ არ არიან ჩართული ოჯახის პრობლემებში და საკითხებში. შესაძლოა ეს მეგობრებისგანაც, შეიძლება პირადი გამოცდილებიდანაც და აი დაახლოებით მშობელმა რა ასაკში უნდა დაიწყოს ბავშვის გარკვეულწილად ოჯახის პრობლემის საკითხებში ჩართვა და აი რა დონემდე, ანუ ისე რომ ბავშვმაც არის იგრძნოს თავი, ასე ვთქვათ, ძიმე და ამ პრობლემებს ხვდებით. ძალიან კარგი კითხვა და მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მე ამაზე აქცენტი გამომრჩა. ჩვენ რო ვამბობდით, რომ ბავშვები ჩივიან იმის გამო, რომ მათი დამოუკიდებლობა და ავტონომია არა ოჯახს საკმარისად დაფასებული. ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალება, რომ გააცნობიეროს მოზარდმა საკუთარი უფლებებით და პასუხისგებლობებით და მერე ადრეული მოწიფულობის ასაკში შევიდეს ამისთვის მეტნაკლებად მომზადებული, ნიშნავს იმას, რომ ასაკისთვის შესაბამის გადაწყვეტილებებში ბავშვი უნდა ჩართოთ პრაქტიკულად, თუ ძალიან გადაჭარბებული არ იქნება დაბადებიდან. ასაკისთვის რელევანტურ გადაწყვეტილებებში. მაგალითისათვის შეიძლება ჩვენ საბავშვო ბაღის ასაკის ბავშვს არ გადავაწყვეტინოთ სეზონისთვის რელევანტური რომელი ტანსაცმელი იქნება, მაგრამ შევთავაზოთ არჩევანი ორ მაისურს შორის და თავად მიიღოს გადაწყვეტილება რომელს აირჩევს პირობითად, ხო? ანუ ასაკის მატებასთან ერთად იზრდება ის სპექტრი, რომელშიც გადაწყვეტილების სპექტრი, რომელშიც ჩვენ ვრთავთ მოზარდს და რაც შეეხება ვთქვათ ოჯახის პრობლემურ საკითხებს, შეიძლება იყოს მატერიალურ სიდუხჭერასთან, ან გამოწვევებთან, ან სხვაგად საზღვაობრივად გადასვლასთან დაკავშირებული და ასე შემდეგ. შუა მოზარდობის ასაკი და გვიანი მოზარდობის ასაკი ნამდვილად არის ის პერიოდი, როდესაც მოზარდს აქვს საშუალება კოგნიტურად და ემოციურად, რომ გააცნობიეროს აღნიშნული პრობლემის არსი და მნიშვნელობა. ოღონდ აქ ლაპარაკი იმაზე კი არა მივაწოდო თუ არა საოჯახო პრობლემები 15, 16 და 17 წლის მოზარდს, არამედ როგორ მივაწოდო. ანუ ის რომ ოჯახი გარკვეული გამოწვევის წინაშეა და ეს არის გამოწვევა. მარტო ეს კი არ არის ინფორმაციის მიწოდების სწორი გზა, არამედ რა გეგმა გვაქვს, რას ვაპირებთ. რა ერთი მხრივ რა პრობლემის წინაშე ვდგავარ და მეორე მხრივ რა არის ჩვენი სამოქმედო სტრატეგია და რაღაცა რა დამცავი ფაქტორები თუ პოზიტიური მხარე რაც არის ამ პრობლემის, ესეც უნდა იყოს წარმოჩენილი. ანუ ეს თუ მიწოდებული როგორც რაღაც კატასტროფიზაციის განცდა, რომელიც ბუნდოვან მომავალს ნიშნავს, სადაც უსაფრთხოების ეგზისტენციალურ პრობლემების წინაშე დგას ოჯახი და მათ შორის ბავშვიც, ბუნებრივია ეს არც ერთ ასაკში დიდისთვისაც არ არის ინფორმაციის სწორად მიწოდების ფორმა. ამიტომაც ოჯახთან დაკავშირებული სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე შუა და გვიან მოზარდობაში ლაპარაკი არის აბსოლუტურად ადეკვატური, ოღონდ გააჩნია ფორმას კიდე ერთხელ ვამბობ. ერთი მხრივ რა არის გამოწვევა, მეორე მხრივ რა გვაქვს რესურსი და მესამე უნდა იყოს შენ როგორ უყურებ ამ საკითხს და როგორ ფიქრობ, ჩვენ ეს ვარიანტები გვაქვს და შენი პერსპექტივა შენ რას უჭერ მხარს.
და უფრო ადრე მაგალითად წინა სასკოლო ასაკში შეიძლება უბრალოდ კეთება კი არ კითხოთ შენ რომელს თვლი უმჯობესად, მაგრამ საქმის კურსში ჩავაყენოთ, რომ ჩვენ გვიწევს, რომ რაღაცა ერთ თვეში შევიცვალოთ საცხოვრებელი ადგილი, ცოტა ხნით უნდა გადავიდეთ და ვიცხოვროთ სხვაგან და შენ მოგიძებნოთ სხვა სკოლა, რომ ეს ბავშვისთვის არ იყოს რაღაც ერთჩვენიერ დღეს ჩალაგებული ჩანთების წინაშე არ დადგეს, ხო? ამიტომაც ვთქვით, რომ ასაკისთვის შესაბამისი უნდა იყოს მისი ჩარევა ნებისმიერ ოჯახურ პროცესებში და ეს იწყება ძალიან ადრეული ასაკიდან. პირიქით, მადლობა. მეც მართლა თქვენი შეხედულება მაინტერესებს ამის შესახებ, რომ არ ვართ, არ ვიცი უფრო სოციალური მედიის პოსტები არ ვიცი, რომ რაღაცა გარკვეულ დროს დაჯგუფებებს ლაპარაკობენ, ბავშვების დაჯგუფებები, რომლებიც რაღაცა დელიკვენტურ ქცევას ახორციელებენ და თითქოს ესეთ შეგრძნება მაქვს, რომ ეს პრობლემად რჩება, რომელიც სოციალურ მედიაში განიხილება მხოლოდ. თქვენც ახსენეთ, რომ პოლიცია ხედავს პირველი ამ ბავშვებს. და მაინტერესებს, აი თუ პრევენციის პოლიტიკებზე ლაპარაკობთ, ხო და რაღაცა გზები არსებობს. რატომ რჩება ეს პრობლემა და რატო ვერ უკავდება სახელმწიფო ამას? თქვენ როგორ? ძალიან რთული კითხვაა. სინამდვილეში რო გითხრათ და ამ კითხვაზე მე პოლიტიკის ანალიზი უნდა გქონდეს ჩვენ გაკეთებული, რომ უფრო ნათლად და მკაფიოდ გიპასუხოთ, მაგრამ ამიტომ გეტყვით ჩემს აზრს და ეს არ არის რაღაცა კვლევის შედეგი. ჩემი აზრი და დაკვირვება გახლავთ ასეთი, რომ ადრეული ინტერვენცია ან უფრო ადრე რო დავინახოთ ეს ბავშვს, უნდა დავინახოთ, ხო? ან სახლში უნდა დავინახოთ. ან მშობელმა ამოიცნოს და შემდგომ გქონდეს რესურსი, რომ მიმართოს შესაბამის სერვისებს. ან სკოლამ უნდა გააკეთოს ეს. და სკოლამ გადაამისამართოს ამ შესაბამის სერვისებში. ჩემი მოკრძალებული აზრით და მომიტევეთ თუ ეს ძალიან კრიტიკულად ჟღერს, ადრეული ინტერვენცია საჭიროებს უფრო ბევრ ფულს და უფრო მაღალ პროფესიულ და ინტელექტუალურ რესურსს. ამიტომ არის უფრო რთული. სამართალდამცავი სისტემის მუშაობა რეგულირდება კონკრეტული კანონმდებლობით, ის ისედაც ფუნქციონირებს და სამუშაო აღწერილობას დაემატება ერთი პუნქტი და უბრალოდ რაღაცა ბავშვების არასრულწლოვანთა დანაშაულის გამოძიებაც იქნება ამ სისტემის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი. ანუ ამით სისტემურად არც ბევრი თანხების მობილიზება არ გჭირდება და არც რაღაც განსაკუთრებული ანალიტიკური რესურსები არ გჭირდება. ანუ ნებისმიერ შემთხვევაში ადრეული ინტერვენცია უფრო რთულია. ყველა იმ კრიტერიუმით, რაც ზეღან ვთქვით. და მეორე რაც უნდა ვთქვათ, ადრეული ინტერვენცია ნიშნავს იმას, რომ ჩვენ პრობლემის მოგვარებაში ვიყენებთ მულტისისტემურ მიდგომას. ანუ მშობელთან ცალკე მუშაობთ, ბავშვთან ცალკე მუშაობთ, სოციალური სერვისიც უნდა ჩავრთოთ, ფსიქოლოგიური სერვისიც უნდა ჩავრთოთ, სკოლის გაძლიერებაზეც უნდა ვიმუშაოთ და გვიანი ინტერვენცია სამართალდამცავი სისტემის მიერ არის შედარებით უფრო მარტივი, ხო? უბრალოდ ავამოქმედებთ კანონს, ან განვარიდებთ, ან რაღაც პირობით ჯავს მიცემთ, ან საპატიმროში გავუშვებთ, ხო? ამიტომაც ძალიან მოკლე დრო შევაჯამო, იმიტომ რომ უფრო შორს წავიდე, მეტი მტკიცებულებები მჭირდება, ადრეული ინტერვენცია რთულია. მატერიალურადაც, ინტელექტუალურადაც და ადამიანური რესურსების თვალსაზრისითაც. მადლობა პირიქით ყველას კითხვებისთვის. ყველას ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის და მოსმენისთვის და აზროვნების აკადემიასაც ორგანიზებისთვის.